მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, მისი ჩუმი ჩანაფიქრი. ნახოთ რა არის ესეთი გაუმხელელი ჩანაფიქრი ადამიანისა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ ახლა. შეიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ რა არის მისი ჩუმი ჩანაფიქრი. ჯერ მოდი ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა, რა სიტყვით. ვნახოთ სამი არკანით ვისთვის არის ეს გაშლა. ვინ მოვიდა დღეს გაშლაზე? თასების პაჟი, ხმლების 7-იანი და ჩუმი ჩანაფიქრები უკვე სახეზე გვაქვს და 2-იანი ხმლები. აქ არის და 4-იანი თასები. აქ არის სიტუაცია, ვისთვისაც არის ეს გაშლა, არის ის მოცემულობა ამჟამად თქვენს ენერგიაში, როდესაც ცოტა მეოცნებე ენერგიებს მიჩვენებს მე აქ. აქ არის სიტუაცია, როცა მეგობრებო, ჩუმი ჩანაფიქრები კი არა. აქ არის მთელი ყველაფერი. კარგი. რო არ გავუსწროთ მოკლედ მოვლენებს, ეს გაშლა პირველ რიგში ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერჯერობით არიან მოლოდინის რეჟიმში, ჯერ არ აქვს ისეთ ურთიერთობებს ეხება მოკლედ, როდესაც ურთიერთობას არ აქვს მიღებული არანაირი ფორმა, თუმცა აქ ეხება ნახეთ ორ ადამიანს, აი როგორი ბუდე ადგას თავზე ამ გოგონას და ორი ფრინველი ესაუბრება ერთმანეთს ამ ბუდის თავზე. შევლენ ეს ფრინველები ამ სახლში, არ შევლენ რა, როგორ იქნება, ეს ჯერ გაურკვეველია. ამავე დროს აქ არის ნამდვილად ემოციური დამოკიდებულება, როდესაც თითქოს ყველაზე სანუკვარი სურვილის ასრულებას რო სთხოვ ოქროს თევზს, თუმცა აქვე ვიცით, რომ ოქროს თევზი ცოტა ილუზიური პერსონაჟია და შეიძლება იყოს მოცემულობა, რომ ვისურვებდე და მინდოდეს ის, რაც რეალურად ამ სიტუაციაში ჩემი არ არის. აქ არის სიტუაცია, ნახე 7-იანი ხმლების ენერგია, როდესაც მე ველოდები, აი კვერცხები დევს აქ, ერთი კვერცხი გულში მაქვს ჩაკრული, მე ველოდები, როდის გამოიჩეკებიან აქედან ის არსებები, რომელთა გამოჩეკვასაც ველოდები, ხო? და აი ნახეთ ეს კუდით მიჭირავს, მაგრამ ეს კუდი უყვავილებით არის მოჩითული. ანუ ჩუმი ჩანაფიქრი ზუსტად ეგ არის, რომ ანუ ფრთხილად ნელა უნდა მოგიახლოვდეთ ყველანაირი ზედმეტი ძალდატანების გარეშე, რომ რაღაცნაირად არ დააჩქაროს ან არ დაგაფრთხოთ. ესეთია სიტუაცია მოკლედ, ანუ ეხლა ცოტა მე მგონი გავუსწარი მოვლენებს და უკვე ავხსენი ჩუმი ჩანაფიქრების ნაწილობრივი მომენტები, მაგრამ ვისთვის არის ეს გაშლა, ჯერ იმას ვამბობ. ანუ ამ სიტუაციაში, ხო, ქალბატონის მხარეს აქ პირველი ერთი რაც მოდის არის ის, რომ არის ოჯახი და თუ ოჯახი არ არის, არის ძალიან მკაცრი და მკაფიო ბარიერი, რომელიც უნდა გადალახოს ამ ადამიანმა, თუ თქვენამდე მოსვლა სურს. ამიტომ ჯერჯერობით არის მოლოდინის რეჟიმში. აქ შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც ღამე თქვენზე ოცნებობს, ფიქრობს, სიზმარში გნახულობთ, რა ვიცი, აი ძალიან ისეთი მომენტია, იმიტომ რომ აი გოგონა, რომელიც ესე მრკალისებულ მთვარეზე წევს, ხო და აქ თეთრი ბუმბულები და მთელი ამბებია მოკლედ. ჩანაფიქრი აქეთ თან რეალურად მიჩვენებს ხმლების მეფეს და კვერთხების მეფის ენერგიას, როდესაც მე
შენამდე მოსასვლელი გზა, რაც არ უნდა რთული ლაბირინთებით სავსე და დიდი იყოს, ხო? მაინც მინდა რომ მოვიდე. ამისათვის, რაც არ უნდა დიდი დრო დამჭირდეს, ესე ლოკოკინისებური ნიჟარა, რაც არ უნდა იყოს, ხო? მე მაინც მოვალ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ შენი ტვინის გასაღები მე ხელში მაქვს და მიჭირავს. მოკლედ ესეთია ეს გაშლა აქ, თუ რეზონირდა თქვენთვის. უყურებთ დანარჩენ გაშლასაც და ვნახოთ ჩუმი ჩანაფიქრები კონკრეტული ადამიანის თქვენი მისამართით. მისი ჩუმი ჩანაფიქრი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს გაშლაზე მოვიდნენ და ჩაიფიქრეს მათთვის საინტერესო კონკრეტული პიროვნება. მანახეთ მისი ჩუმი ჩანაფიქრი. რომელიც გიკავშირდებათ უშუალოდ თქვენ, თორე ჩანაფიქრები და ჩუმები იმდენი შეიძლება გქონდეს. ახლა 3 საათი ვერ მოვჭებით ამ გაშლას. მისი ჩუმი ჩანაფიქრი, რომელიც გიკავშირდებათ თქვენ. რა არის? სამსჯავრო სარგანი დასტის ბოლოს. სამიანი პენტაკლები. არკანი შეყვარებულები. არკანი ძალა. აქ არის მოცემულობა, როცა ადამიანი ჩანაფიქრის სახით თქვენთან გეგმავს ხანგრძლივ და გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას. აქ წეღანაც თქვი, რომ ქალბატონების მხარე შეიძლება იდგეს ოჯახით, ხო და აქაც სამი ენერგია, დიდია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მხარეს ამ წყვილიდან ყავდეს ოჯახი. თუმცა აქ თქვენდამი ძალიან დიდი ინტერესია და ძალიან დიდი მიზიდულობა, ხმლების ტურზია აქ. ხუთიანი თასები, მანახე მისი ჩუმი ჩანაფიქრი, 4-იანი ხმლები. სიტუაცია რეალურად ზუსტად იგივე არკანები მეორდება ფაქტობრივად ენერგეტიკული დატვირთვის ნაწილში, რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ წეღანტყულა არ გაბუსწარი, ესე იგი მოვლენებს, როცა უკვე თითქმის ავხსენი ჩუმი ჩანაფიქრების კონტექსტი, ხო? აქ არის საქმიანი სიტუაცია პირველი, მეორე არის ის, რომ მე მზად ვარ მოვიგერიო, ყველა ყვავყორანი და ყველა არასწორად გადამფრენი მფრინველი თუ არსება, რომელიც თქვენ სივრცეში შემოიჭრება, თუმცა ამას ვცდილობ და ვაკეთებ ძალიან დიდი ჯერ ერთი დაკვირვებით, მერე მეორე მოთმინებით და მერე მესამე. კონკრეტულ ადამიანს ძალიან მაღალია იმისი შანსი, რომ გამოცდილება პარტნიორულ ურთიერთობებში წინა გამოცდილებაზე მაგ საუბარი ქონდა ძალიან მტკივნეული. და აღარ მინდა, რომ კიდევ მეტკინოს, აღარ მინდა, რომ კიდევ შემეშალოს. თუმცა, ნახეთ, აი 10-იანი თასებია აქ. ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე. ჩუმი ჩანაფიქრი არის ის, რომ ამ ადამიანს თქვენთან ერთად ნამდვილად სურს გრძელვადიანი ემოციური კავშირი. 10-იანი თასები აქ არის აი როგორი, თუმცა აქაც ნახეთ, აქ შვილების თემა არა. რეალურად თქვენთან ხედავს გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას, რომელიც ანუ საოჯახო ბიზნესიც შეიძლება იყოს რაღაც მომენტში რა. და ხმლების მეფე და ხმლები, ანუ აბსოლუტურად თანასწორ ადამიანად აღიქვამთ და კიდე რა არის აქ საინტერესო, როგორც თქვენ რეაგირებთ მასზე, ზუსტად ისევე რეაგირებს ეს ადამიანი თქვენზე, ანუ თქვენ ერთმანეთს ძალიან ირეკლავთ და აღიქვამთ თანასწორად, მაგრამ წეღანაც 7-იანი ხმლები იყო და აქაც 7-იანი ხმლები განმეორდა, ანუ ეს ადამიანი თქვენ გაკვირდებათ, გსწავლობთ და ეს იქნება ნებისმიერი ფორმა თქვენი შესწავლის სოციალურ ქსელში დასტალკვა თუ ასე შემდეგ, ანუ თქვენზე ინფორმაცია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, ანუ ვინ ხართ საერთოდ, იმიტომ რომ აქ ბევრ შემთხვევაში ეს ადამიანი დარწმუნდა, რომ თქვენი შესაძლებლობები აი რაღაცა მრავალფუნქციურია თითქოს თუ აი რაღაც კომბოსტოს ფურცელივით ერთი გადავხსენი, მეორე გადავხსენი, მესამე გადავხსენი და ანუ რაღაცა სულ ახალ-ახალი და ვეღარ იგებს ახლა ეს ადამიანი რეალურად რა ხდება, ხო?
ანუ კვერთხების რვიანი, ნახეთ, აი თქვენ გაჩვენებთ ადამიანის ენერგიაში, რომელსაც აი შეუძლია რაღაც ჯადოსნური ჯოხი დაატრიალოს. ეს ჯოხი წყვილად არ მაქვს, როგორც ჩანს, აქ ჰარი პოტერის ჯოხი, ხო? და რაღაც ჯადოსნური ჯოხი დაატრიალოს და აი ამ ჯადოსნობების შემოქმედი გახადოს სუყველა. აი არკანი ეშმაკი. მის სივრცეში ვინც არის. არკანი ეშმაკი რა არის? ეს ურთიერთობა კარმულია, ცალსახად წეღანაც უბრალოდ იმდენჯერ მოვიდა უკვე ეს კარმული ურთიერთობები, რომ აღარ მინდა ხოლმე ხანდახან ერთი და იგივეს გამეორება, რომ გამომივიდეს, მაგრამ რას ვიზამთ? ესია აქ არკანი სამსჯავროდ ზუსტად მაგაზე მიანიშნებს. ქალბატონებს აუცილებლად გეყოლებათ შვილები, მინიმუმ თუ ოჯახი არ გყავთ. თქვენ მას არ ეთმობით ნამდვილად, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება წინა პერიოდში რაღაცა ცივი ენერგიები აჩვენეთ და ეხლა თვითონაც ცივ ენერგიებშია და რაღაცნაირად ხვდება, რომ თლად ისეთი ინტენსივობით თქვენთან კომუნიკაცია სწორი არ არის და შეიძლება საერთოდ გაუყენოთ კუდიგორის გზას. ამიტომ ეხლა რაღაცნაირად ჩუმი ჩანაფიქრი არის ის, რომ მოდი აბა ნელა ვცდი და მოდი აბა რაღაცა ცოტა სხვა კონტექსტში გადავიტან აბა ამ ყველაფერს რამდენად ექნება რეაქცია, ხო? ეს არის. კიდე მანახი ჩუმი ჩანაფიქრი. პაჟების თასების პაჟი, პენტაკლების მეფე და ორიანი კვერთხები. აქ არის მოცემულობა, როცა ადამიანი, აი თქვენს შემთხვევაში ემოციურად არის რა, შემოქმედებითი ადამიანია, ჯერ ეს ერთი, აქ შეიძლება გქონდეს ხატვის ნიჭი, წერის ნიჭი, რაღაცა სიმღერის ნიჭი, ანუ პირდაპირ მხატვარი აქ გამოსახული ჯერ ეს ერთი. თუ ესე არ არის, ზოგადად არის შემოქმედებითი ადამიანი, ყველაფერს უყურებს შემოქმედებითად. ეს ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ იმაზე მაქვს საუბარი. ასევე ამ ადამიანს აქვს რა? რეალურად პენტაკლების მეფის ენერგიაში აიდენტიფიცირებს თავის და შეიძლება ქონდეს თავის პირადი ბიზნესი. ან როგორც მინიმუმ ფულის ენერგიასთან ქონდეს კარგი და სწორი დამოკიდებულება. რას ნიშნავს კარგი და სწორი ანუ ფულის გამომუშავება შემიძლია, ფულის ხარჯვაც შემიძლია, ანუ ფულზე ესე დამოკიდებული არ ვარ, იმიტომ რომ ჩემი თავის და რესურსების მჯერა. აი ეს არის აქ სიტუაცია და აქვე შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც ადამიანი პერსპექტივაში უყურებს რაღაცა ახალ წამოწყებას. აი რაღაცა ახალ იდეას, რომელიც ეხლა მწიფდება მის ტვინში და აზრში. კვერთხების რაინდი, არკანი სულელი და ხუთიანი იეროფანტი. ნუ აქ რეალურად არის ის, რომ თქვენ ამ ადამიანის სულიერი მასწავლებელი ხართ, აი უპირობოდ კარმულია თქო, რომ თქვენ ამ ნაწილში გამოიხატება ეს თქვენი კარმული ასპექტი, ზუსტად რომ თქვენ ხართ ამ ადამიანის სულიერი მასწავლებელი. აქ ასაკის სხვაობაც შეიძლება იყოს სხვათა შორის, იმიტომ რომ სუპაჟის ენერგიით ამოდის და დედოფალს აჩვენებს ხმლების დედოფლის ან თასების ენერგიით. ანუ ან რანგით ხართ მასზე მაღალი, ან სტატუსით, ან ასაკით. და როგორც უკვე გითხარით, ეს ადამიანი მზად არის, რომ რაღაცნაირად ეს ცეცხლის მფრქვეველი გველეშაპებიც კი დაამარცხოს, თუ საჭირო გახდა იმისათვის, რომ იყოს და დარჩეს თქვენ სივრცეში. არკანი იმპერატორი. თუმცა აი ეხლაც აი ჩამოკიდებული კაცი ხვდება რეალურად ეს ადამიანი, რომ სწრაფად არაფერი არ გამოვა. ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო. შეიძლება სცადა სწრაფად და მიიღო ძალიან ცივი დისტანცირება და აქედან გამომდინარე ახლა უკვე ხვდება, რომ მის თამაშის წესებით მარტო ფონს ვერ გავა და რაღაცნაირად თქვენც უნდა გაგითვალისწინოთ. ესეთი იყო ჩვენი საჯარო გასვლა, მე იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და რეზონირდა, აუცილებლად გელოდებით ყველას კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს და კომენტარება, მოწონება და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად. დროებით.